რატომ არ ჩამოდის ეუთო ოდირი? არც ერთ შემთხვევაში არ არის ჩანაწერი, რომ მაგალითად ერთი თვე ან ერთ თვეზე მეტი უნდა იყოს მოწვევა, ადრე უნდა იყოს გაკეთებული მოწვევა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება არჩევნებში დაკვირვება. რისთვის არ იყო დრო დამკვირვებელთა ყველაზე ავტორიტეტულ და გამოცდილ მისიას? გრძელდებოდა ეუთო ოდირის გაშავება, ბულინგი, ისევ მოუწევთ დაწერა, რომ ცესკომ მოახდინა არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირება და შესაბამისად იციან, რომ ამაზე კიდე დამატებითი ბულინგი იქნება მათი მისამართი. სხვა მიზეზი თუ დაგვიანებული მოწვევა. პროტესტის ახალი ლოკაცია და საარჩევნო შტაბის მუშაობის პარალიზების კამპანია. ბოთლები, კვერცხები და დაზიანებული ბანერები. ჩემი აზრით ეს სიტყვები, რაც შემდგარ მათი მიმართულების ასულა, არის დამსახურებული. ვინ აქტიურობს ყოველდღე და რას ითვალისწინებს მუხლი რომთაც საქმე აღიძრა. არსებობს კანონი და ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალოთ ერთმანეთს. დავბლოკოთ ყველაფერი. შეტაკებების ახალი ტალღა საფრანგეთში, პოლიტიკური კრიზისი და პრეზიდენტი, რომელსაც ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. ყველა პრობლემის საწყისი ემანუელ მაკრონია და მას წასვლა მოუწევს. ემანუელ მაკრონის მეხუთე პრემიერი ბოლო 2 წელიწადში. ახალი პრემიერი პროვოკაცია. ეს მთავრობა უნდა დაიბრუნოს. რაელის მეხუთე რესპუბლიკას. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. კონკურენტ კურიერ 9 საათზე დღეს 10 სექტემბერია გიყვებით დღეს მთავარ თემებს და მოვლენებს საღამშვიდობისა. არჩევნების დამკვირვებელი, რომელიც არჩევნებს არ დააკვირდება, დაპატიჟეს, მაგრამ არ ჩამოვიდა. მიზეზად დასახელებულია დაგვიანებული მოწვევა, თუმცა არსად არ არის მითითებული წინასწარ რამდენი დრო სჭირდება ეუთო ოდირს მოსამზადებლად და კონკრეტულად რამდენი ხნით ადრე უნდა გაიგზავნოს ვენაში ოფიციალური მიწვევა. ეუთო ოდირის მისია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე სანდო, ავტორიტეტულ და გამოცდილ დამკვირვებლად ითვლება, აცხადებს, რომ ერთი თვე საკმარისი არ არის. ქართული ოცნება კი თulis, რომ ეს უფრო საბაბია, ვიდრე რეალური მიზეზი, რასაც ოდირის დირექტორი ოფიციალურ წერილში ვერ დაწერდა. საქართველოს ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა მოლოდინი, რომ ვენაში ბაზირებულ ევროპის უშიშროებისა და უსაფრთხოების ორგანიზაციაზე ბრიუსელიდან ზეწოლა განხორციელდებოდა. ამისი მთავარი მიზეზი კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების მოლოდინებთან და განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოვიდა. თვეების წინ მსგავსი ზეწოლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზეც განხორციელდა, რის გამოც პიაკაუმა საქართველოში აღარ ჩამოვიდა. ამჯერად ოდირმა უკვე უარი თქვა მთავარი არბიტრის მანდატზე, რასაც ეუთოს საქართველო ამ არჩევნებში ანიჭებდა. ქართული ოცნებისთვის ეუთო ოდირის უარის მიზეზად დასახელებული არგუმენტი უცნაურია. მართველი გუნდისთვის გაუგებარია, რავადის დაგვიანებაზე საუბრობს სადამკვირვებლო ორგანიზაცია, როდესაც მოწვევისთვის განსაზღვრულ კონკრეტულ თარიღებს კანონი არ ითვალისწინებს. ეს არგუმენტი მართველი ძალისთვის რეალური მიზეზის ნაცვლად საბაბია. რეალურად კი ეუთო ოდირმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარით მოსალოდნელი ზეწოლა გადააზღვია. ეუთო ოდირზე განხორციელდა კიდევ ერთი ზეწოლა, ზუსტად იგივე რომ არ გამომეუბრებინა, რომ ეუთო ოდირის უფრთხილდება თავის საქმიან რეპუტაციას და ვერ დაწერდა იმ უარყოფით დასვეს, რომელიც წინასწარ უთხრეს, რომ აუცილებლად დაეწერა, ხოლო მეორე მხრივ ასეთი შანტაჟის მსხვერპლები აღმოჩნდნენ, საერთოდ ჯამში საბოლოოდ მივიდნენ იქამდე, რომ უარი თქვეს ჩვენს კონას ჩამოსვლა. არ არსებობს რაიმე განსაზღვრული თარიღი, როდის უნდა გააგზავნო, როდის არ უნდა გააგზავნო, ეს არის ორმხრივი შეთანხმების საგანი იმ ქვეყანას, სადაც მიდიხარ. დროზე მიტითება არის ჩვეულებრივი манипуляция, მეტი არაფერი. ეს მიზეზი ჩვენთვის არ არის და ვერ იქნება ნამდვილი, ასე ვთქვათ, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვახსენე, რომ ჩვენ მზად ვიყავით მაქსიმალურად გვერდში დავდგომოდით. ეუთო ოდირის მიერ დასახელებულ მიზეზს ოპოზიცია ეჭქვეშ არ აყენებს. ხელისუფლების ოპონენტები არც იმით ინტერესდებიან, რომ კანონში მისიის მოწვევის ვადები გაწერილი არ არის. არაფერ შუაში არ არის საკვადები, სად არის გაწერილი. რა გინდათ, კანონში გინდათ ეწეროს? იმ მოკლევადაში რა დარჩენილია საარჩევნოდ, ვერ შეძლებს ეუთო ოდირის სრულყოფილად დაკვირვებას. მაშინ როდესაც თვეზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე, შეუძლებელი არის სრულფასოვანი მისიის წარმოვლენა და შესაბამისი დაკვირვების განხორციელება როგორც წინა საარჩევნო პროცესზე, ასევე კენჭისყრის დღეზე. ეს იყო მოწვევისთვის. ეს იქნება სამწუხაროდ პირველი არჩევნები მუნიციპალურ დონეზე, რომელიც ეუთო ოდირის და სხვა ანგარიშგასაწევი სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩატარდება.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პასუხი სახელისუფლებო პარტიაში არ გაკვირვებიათ. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ეუთო ოდირი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგზე უარს იტყოდა, რადგან ორგანიზაცია ზეწოლას ვერ გაუმკლავდებოდა. ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ იმის გათვალისწინებით, ჩვენ თუ გავიხსენებთ, რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნას და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. ჯერ ხო გადაუარეს ფეხქვეშ გათელეს დასკვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ხალხს ებრძვის დღეს. და მესმის ახლა ამ ორგანიზაციის, ხო, თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაერთიანდეს. რაღაცა თითიდან გამოწვეული საბაბით ამბობენ უარს ჩამობრძანებაზე, თუმცა რეალური მიზეზი არის ის, რომ ისინი რომ დააკვირდებიან არჩევნებს, ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან ძალიან მშვიდი გარემოს ფარგლებში, წინასაარჩევნო პირობები არის შექმნილი უმაღლეს დონეზე, არჩევნებიც ჩატარდება იგივენაირად უმაღლეს დონეზე და ისევ მოუწევთ დაწერა, რომ ცესკო მოახდინა არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირება და შესაბამისად იციან, რომ ამაზე კიდე დამატებითი ბულინგი იქნება მათი მისამართი და შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ ეს ბულინგი თავიდან აირიდონ. 4 ოქტომბრის არჩევნებს ეუთო ოდირის დამკვირვებლები არ დააკვირდებიან, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ცესკოში უკვე 16 საერთაშორისო ორგანიზაცია არეგისტრირებული, რომელიც მუნიციპალური არჩევნების მონიტორინგისთვის ემზადება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ახლაც არის მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ამ პროცესში. თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 24 დღე რჩება. 4 ოქტომბერს ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტში მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევს. ეუთოს გარდა ევროპაში უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას ვაშინგტონიდან კურირებს ჰელსინკის კომისია, რომელსაც 7 თვე ახალი თავმჯდომარე ყავს, თუმცა საქართველოზე იგივე კრიტიკულ პოზიციას ინარჩუნებს, რაც ყოფილ თავმჯდომარეს ჯო უილსონს ჰქონდა. დაახლოებით 1 საათში ამერიკის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება, საქართველოდან კი მიწვეული მხოლოდ 2 ისიც ყოფილი თანამდებობის პირია. ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. სავარაუდოდ მანთან ერთად იაქტიურობს მეგობარი აქტის მთავარი შემოქმედი კონგრესმენი უილსონიც, რადგან ეს დოკუმენტიც განსახილულ საკითხებშია. პარტნიორიდან პრობლემამდე საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა. ასე ეწოდება დღეს დაგეგმილ მოსმენას, სადაც თბილისისთვის წაყენებული მთავარი პრეტენზია პეკინთან ურთიერთობაა. წინასწარ გავრცელებულ განცხადებაში დაუსაბუთებელი ფრაზაც არის, რომ ჩინური ინვესტიციების მოზიდვით საქართველომ ამერიკული კომპანიებისთვის შუად ერეფნის ვაჭრობა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომა დაბლოკა, რაც რეალურად შეუძლებელია. ჩინეთში ახლახანს იმყოფებოდა გლობალური სამხრეთის თითქმის ყველა ლიდერი, მათ შორის ალიევი და ფაშინიანი, თუმცა ჰელსინკის კომისიას მათთან პრეტენზიები არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ გააძლიერონ საქართველოსთან სტრატეგიული კომუნიკაციები, ჰელსინკის კომისია ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ძველ ნარატივში რჩება. დონალდ ტრამპიც კი მეგობარს უწოდებს სი ძინპინს გლობალური სამხრეთის გარდა კი ჩინეთთან ვაჭრობის გაძლიერებაზე ზრუნავს მთელი ევროპა. მაშინ რა პრეტენზიები აქვს საქართველოსთან? შოთა ფალავანდიშვილი განაგზობს თემაზე საუბარს. დავიწყოთ იმით, რომ დაახლოებით 1 საათში საქართველოს წინააღმდეგ ჰელსინკის კომისიაზე მოხსენებით სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი წარსდგებიან. კომისიის მთავარი განსახილველი პანელი არის საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან, მათ შორის საუბარია სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის თანმდევია. ჰელსინკის კომისია მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის არის საფრთხე, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდში ქართული ოცნების წევრების აზრით. ეს არის მორიგი ლუსტრაცია გარკვეული ძალების, რომელიც საქართველოში ოპერირებენ და ამავდროულად მათი თქმით საქართველოს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა პირდაპირ ხელშესახებ შედეგებში უკვე ამ დოკუმენტის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში აისახა. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი, ჩვეულებრივი ცირკი. ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ დისკუსიას მმართველი გუნდი არასერიოზულსა და პროვოკაციულს უწოდებს. პარტნიორობიდან პრობლემამდე საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა. ამ სახელწოდების
პანელზე მომხსენებლები სალომე ზურაბიშვილი და თინათინ ხიდაშელი იქნებიან. კომისიის რელიზში ვკითხულობთ, რომ საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით სუვერენიტეტი დაასუსტა და ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. სახელმწიფო პარტიაში დღეს კონგრესმენ ჯო ვილსონს და მის კოლეგებს ამერიკა ჩინეთისა და ამერიკა ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ ჩინეთთან პარტნიორობამ საქართველოს ეკონომიკას დივერსიფიკაციის შესაძლებლობა მისცა. ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების ძალიან დიდი სია, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა თავის მხრივ ჩინეთთან აქვს გაფორმებული. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად სასაცილო, რა ბრალდებასაც ისინი გვიყენებენ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ესეთი ტიპის პარტნიორობა, რეალური პარტნიორობა, ვინაიდან მოგახსენებთ, რომ როგორც კი გავაფორმეთ ეს პარტნიორობა, მაშინვე დაიწყო უიზო მიმოსვლა, გაფორმდა სავაჭრო ხელშეკრულებები. ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირების საშუალებას გვაძლევს და არ გვხდის რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე ჩამოკიდებულად და პირიქით ეს არის ძალიან სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური სტრატეგია. ამის ფონზე როდესაც ჯო ვილსონი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, მე ვფიქრობ, რომ სრული აბსურდი არის ის ყველაფერი, რაზეც ის საუბრობს. ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოს კომუნისტურ წარსულში დაბრუნებას უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ჰელსინკის კომისიის რიტორიკას იზიარებენ. ამბობენ, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან კავშირი საქართველოს საგარეო ვექტორს აზიანებს. აქ არის საუბარი პოლიტიკური ვექტორის ცვლილებაზე. ეს იმას არ ნიშნავს შენ ჩინეთთან ითანამშრომლო ეკონომიკურად და ამის პარალელურად ქვეყანა კომუნისტურ წარსულში დააბრუნო და შენ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. როდესაც აქეთა მხარეს გაქვს თლიანად დაკარგული ევროპული განვითარების პერსპექტივა, როდესაც დაკარგული გაქვს ამერიკასთან საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც ქვეყანას მიაქანებ მხოლოდ იზოლაციისკენ, ეს არის პრობლემა, ცხადია. ოპონენტებს და ჰელსინკის კომისიას საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებს მართველი პარტია. ქართულ ოცნებაში დღეს ზურაბიშვილი და ხიდაშელი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს. პოლიტიკოსებმა ჩინეთსა და დასავლეთ შორის არსებულ ასეულობით მილიარდის სავაჭრო ბრუნვაზეც ისაუბრეს. განმარტეს ისიც, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს მეტი ინვესტიცია, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები გაფორმებიდან რამდენიმე თვეში მოუტანა. აგენტურას რა სურვილი აქვს და რა არის მათი მთავარი მამოძრავებელი, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ჩვეულებრივად ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან, გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებით, აკეთებენ ყველა მითითებას, რასაც ეუბნებიან, რასაც ავალებენ, მზად არიან და ყველაფერს აკეთებენ თუნდაც ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ წავიდნენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თუკი ვინმე ხელს უწყობს არა მშვიდობას, არამედ პირიქით იმას, რომ საქართველოს საკითხი იყოს დიდ ქვეყნებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი ნაწილი, არის ყოფილი პრეზიდენტი და როგორც ჩანს, ერთ-ერთი სეპარატისტული სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული ჩვენი ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ამიტომ უნდა იცოდეს საზოგადოება, ვინ არიან ჩვენი დროის გმირები, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მოსმენა არ ვიცი და რაღაცა ცრუდასმენებს ახორციელებენ. მოსმენა ჰელსინკის კომისიაში დღეს გაიმართება. საქართველოს წინააღმდეგ კომისიის წევრებს ჩვენება წარსულში რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა უკვე მისცა. ამჯერად კი მკვლევარ ლუკკობთან ერთად მოხსენებით ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი გამოვლენ. ახალი ლოკაცია თბილისში ტემპერატურის ასაწევად მელიქიშვილის გამზირი კალაძის საარჩევნო შტაბის მუშაობის პარალიზებისთვის კამპანია დაწყებულია. ბოთლები, კვერცხები და დაზიანებული ბანერები ბოლო რამდენიმე დღეა სურათი ფაქტობრივად ერთნაირია. ხმაური გუშინაც იყო, თუმცა ამჯერად საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა აქციის მონაწილეებმა ჯერ რკინის ჯებირები დაშალეს, შემდეგ კი დაიწყეს სკანდირება და სხვადასხვა ნივთების სროლა. იყო შეურაცხმყოფელი რეპლიკებიც უკვე ღიად გაკეთა მოწოდება, რომ არ მისცეს თბილისის მერს და მის საარჩევნო შტაბს მუშაობის საშუალება. ეს კანონით აკრძალულია, ისევე როგორც კანონით ისჯება სხვისი ნივთის დაზიანება. გუშინდელ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღზრულია, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კალაძის შტაბთან ყოველდღე თითქმის ერთი და იგივე ადამიანები აქტიურობენ. მათი ნაწილი ამას კურიერის კამერასთანაც ადასტურებს, თუმცა არ თვლიან, რომ საარჩევნო შტაბს მუშაობაში ხელს უშლიან. სახელმწიფო გუნდმა უკვე გასცა მკაცრი მითითება და მოუწოდა საკუთარ მხარდამჭერებს არ აყდნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ დაპირისპირებაში მონაწილეობისგან.
ცენზურო შეურაცხყოფელი შეძახილები კახა კალაძის შტაბთან საღამოს 8 საათიდან ისმოდა ეს მას შემდეგ რაც ფილარმონიის ტერიტორიიდან წამოსული აქციის მონაწილეები საბოლოოდ მელიქიშვილის 21-თან შეიკრიბნენ. დაშალა შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები და ჩახერგეს შენობის შესასვლელი. ისმოდა მოწოდებებიც. დაზიანებულია კახა კალაძის საარჩევნო ბანერები, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ჯერ საღებავი შეასხეს, კვერცხები დაუშინეს, შემდეგ კი წარწერები გააკეთეს. საარჩევნო შტაბის მიმართულებით ისროლეს ბოთლებიც, თუმცა ამ ქმედებებზე კახა კალაძის შტაბიდან გუშინ არავის უპასუხია. ამ და სხვა სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე გამოძიების შედეგებს ელოდება დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძის თქმით, მის საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული პროვოკაციაა, რაც ძალადობის ნიშნებს შეიცავს. თბილისის მოქმედი მერი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის გამო პასუხი ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს. მოძალადე დაჯგუფების მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის ძალადობრივი ქმედებები. მიზანი ძალიან მარტივია, თქვენ იცით, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და შემოიტანონ დაძაბულობა. ყურადღებას არავინ არ აქცევს, ხო ხედავთ? 30 წელი აკაცუკი გაუბედურებული რა მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი და ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალოთ ერთმანეთს. დედაქალაქის მერის მიერ ძალადობრივ ქმედებებში დადანაშაულებული აქტივისტები კურიერთან ადასტურებენ, რომ კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე პროცესებში ყოველდღიურად აქტიურად მონაწილეობენ. ეს სიტყვები, რაც შემდგარ მათი მიმართულების ასულა, არის დამსახურებული. არ ვთვლი, რომ მათ ჩვენიდან ეშლებათ ხელი. საწყისი არ ყოფილა ჩვენგან არც ერთი პროვოკაცია ჩვენგან არ მოწყობილა. არ იმყოფებოდით აქციაზე კალაძის შტაბთან? კი, მე მივედი. აქციებში ხანდახან ვიღებ მონაწილეობას, კი ბატონო, მაგრამ რა ვის უშლიდი იმას რაფია მუშაობას, ჩაჩეულებრივი ტყუილია. ბოლო 2 დღეა განსაკუთრებულად აქტიურობს აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე, თუმცა ისინი დღეს მედიასთან აღარ გამოჩენილან. განმარტებები მათ ნაცვლად ოჯახის წევრებმა გააკეთეს. თბილისში არ იმყოფება კი. მე არ მინახია 2 დღეა. დადის აქციებზე, მარტო ჩემი შვილი დადის ყველა დადის. აქციაზე იმყოფებოდა? კიდევ დადის ხოლმე აქციებზე ქალბატონინა? დადის ხოლმე. მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს კახა კალაძის შტაბზე თავდასხმა დაფასებს პარლამენტის თავმჯდომარე და აქციის მონაწილეების წახალისებაში გერმანიის ელჩს ადანაშაულებს. ამის დასტურად ჩალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის პოსტს აზიარებს, სადაც დიპლომატი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრობს და წერს, რომ გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. მაშინ როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართული ოცნების თბილისის საარჩევნო შტაბს ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ. მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან. ამიტომ ელჩის მხრიდან საპირისპიროს მტკიცება არასწორია. არ არის სიმართლე. აკრედიტებული დიპლომატის მიერ მასპინძელ ქვეყანაში ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერა ვენის კონვენციის 51 მუხლის უხეში დარღვევაა. აქციის მონაწილეების პოზიციების დაცვა დღეს კიდევ ერთხელ სცადა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით შეურაცხყოფელი შეძახილები და მათ შორის საარჩევნო ბანერების დაზიანება ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. არაფერ შუაში არ არიან, ეხლა ის სამოქალაქო აქტივისტები, როგორც თქვენ გინდათ, რომ ისრები გადაიტანოთ. იმიტომ რომ თავდასხმა მოხდა ქართული ოცნების ტიტუშკების მხრიდან. ყველა გინება ქართულ ოცნებაზე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არის ალალი. მოქალაქეებს აქვთ უფლება, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ პროტესტი იქ, სადაც ისინი თვლიან საჭირო. ოპოზიციას და აქციის მონაწილეებს კანონი დღეს სახელისუფლებო გუნდიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს და თქვეს, რომ კახა კალაძის შტაბთან განვითარებული მოვლენები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მართულ გუნდში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები უცხოელი პარტნიორების დაფინანსებით ქვეყანაში შუღლის გაღვივებას და პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ. გრძელდება ნაცორკების დაგეგმილი, კარგად გააზრებული პროვოკაცია. მათ სურთ, რომ არეულობა მოხდეს არჩევნებამდე, იქიდან გამომდინარე, რომ განწირულებია. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდოთ ჩვენ მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, რომ
მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, ვინაიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება ნიშნავს მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას. ეს არის ჩვეულებრივი გარედან მართული წახალისებული ფაშიზმი. ხელი ეშლება ქართულ ოცნებას, ხელი ეშლება ამ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ამორჩევას და ჩვენი გუნდის მხარდა ჭერს, რომ საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა და ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. აქციის დასრულების შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე მუშაობა ექსპერტ კრიმინალისტებმა დაიწყეს. კახაკალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეს ხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აღძრა, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8-9 სექტემბერს თბილისში მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულებიდან 2-ს გამოძიება საპროტესტო აქციის მსვლელობის ეს აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. ვინც კალ სახეში ხელს ურტყა მზაზა მამულაძე, ხოლო ის ვინც აქციელს ხელკეტი დაარტყა ირაკლი ბუაჩიძე. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახაკალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაზე კი დაკავებულია ქალი. დაკავებულებიდან 2 მართველი გუნდის მომხრე, 1 კი ოპოზიციის აქტივისტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ძალოვანი უწყება მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს მოუწოდებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ სამინისტროს შესაბამის დანაყოფში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. დაუბლოკოთ ყველაფერი საფრანგეთის ქუჩებშიც და ხელისუფლებაშიც სრული ქაოსია. ქვეყანას, რომელიც ბოლო 2 წელიწადში უკვე 4-ჯერ დარჩა მთავრობის გარეშე მეხუთე პრემიერი ყავს, თუმცა რამდენად შეინარჩუნეს პოსტს მაკრონის ახალი რჩეული უცნობია. 74 წლის ფრანსუა ბაირო 39 წლის სებასტიან ლეკორნუმ ჩაანაცვლა, მაგრამ სავარაუდოდ მასაც უკიდურესად გაუჭირდება ეროვნულ ასამბლეაში კონსენსუსის მიღწევა. პრეზიდენტის პარტიას, რომელსაც ქვეყანაში ისტორიულად ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, არც პარლამენტში ყავს უმრავლესობა. რა გზები დარჩა მაკრონს? თუ ახალმა პრემიერმა ვერ მოიპოვა ნდობის ვოტუმი, პრეზიდენტი იძულებული გახდება პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ეს ცენტრისტებისთვის არასასურველი სცენარია, რადგან ბოლო გამოკითხვებით მემარჯვენეები პირველ ადგილზე არიან. არის კიდევ ერთი გზა პრეზიდენტის გადადგომა, თუმცა მაკრონი დეგოლი არ არის, რომელიც ერთადერთი პრეზიდენტი იყო მეხუთე რესპუბლიკაში, რომელმაც თანამდებობა დროზე ადრე დატოვა. პოლიტიკური კრიზისი უკვე აისახა მთელ ქვეყანაზე, ანტისამთავრობო გამოსვლებს მთელ ქვეყანაში პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. უკვე ხვალ კი საფრანგეთში გაფიცვების ახალი ტალღა იწყება. ლიონი, მარსელი, ტულუზა, პარიზი. მთელი საფრანგეთი ახლა დემონსტრანტების მიერაა ბლოკირებული. ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების შახშობას 80,000 პოლიციელი წყლის ჭავლით, ციცაკის სპრეით, ხელკეტებითა და სხვა სპეცტექნიკით ცდილობს. დაკავებულია ასობით აქტივისტი, რომელიც ჯანდაცვის სისტემასთან, ბიუჯეტთან, საპენსიო და სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებს. აქ იმიტომ ვარ, რომ ეს არალეგიტიმური მთავრობა უნდა დაიბლოკოს. ახალი პრემიერის დანიშვნა პროვოკაციაა. ჩვენ არ გვინდა ომის ბიუჯეტის გაზრდა. ჩვენ გვინდა ფული საჯარო სერვისებისთვის, ჩვენ გვინდა ფული სკოლებისთვის, საავადმყოფოებისთვის. ყველაფერი იგივე ნაგავია, არაფერი იცვლება. პრობლემა მინისტრებში კი არა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონშია. მინისტრებიც პრობლემაა, მაგრამ უფრო მაკრონი და მისი მუშაობის სტილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უნდა წავიდეს. და მიუხედავად იმისა, რომ წასვლას არ აპირებს, მას მოუწევს წასვლა. სერიოზულად მოუწევს ამაზე დაფიქრება. ვიდრე ქუჩაში ხალხი სოციალურ უთანასწორობას აპროტესტებს და ხელისუფლების გადადგომას ითხოვს. საფრანგეთის პრეზიდენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ნიშნავს. სებასტიან ლეკორნუ საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის რიგით 27-ე პრემიერია, რომელმაც მთავრობას უნდა უხელმძღვანელოს. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ლეკორნუ ამ თანამდებობაზე დროებით ინიშნება, რადგან ხელისუფლებას სახლში წასვლა მოუწევს, რასაც თავად ემანუელ მაკრონი არ ეთანხმება. ფრანგი ხალხისგან და მხოლოდ მათგან მიღებული მანდატი ბოლომდე თავისი ვადის ამოწურვამდე შესრულდება იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც ფრანგი ხალხის წინაშე ავიღე. საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა ისმის ოპოზიციურ ფლანგშიც. კონსერვატიული იდეების მხარდამჭერი მარინ ლეპენი, რომელსაც სასამართლომ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 5 წლით ჩამოართვა, ემანუელ მაკრონს დაუყოვნებლივ ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტს მხოლოდ ერთი გზა აქვს: ახალი არჩევნების დანიშვნა და ქვეყნისთვის არჩევანის მიცემა. და თუ ხალხი გადაწყვეტს ოპონენტების უმრავლესობის არჩევას, ასეც იყოს. თუ ის აქტიურად ჩაერთვება კამპანიაში, დატოვებს თავის მსაჯის როლს და
მოთამაშე გახდება. მან წინასწარ უნდა მიიღოს პოლიტიკური შედეგები დამარცხების შემთხვევაში. საპროტესტო გამოსვლების სახელწოდებით დაბლოკე ყველაფერი საფრანგეთში დღეს დაიწყო. მას შემდეგ კი რაც 2017 წელს ემანუელ მაკრონი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, დემონსტრაციები პერმანენტულად იმართება. ემანუელ მაკრონს ახლა პოლონეთისთვის ნაკლებად სცალია, თუმცა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო შეშფოთება მაინც გამოთქვა. შეშფოთებულია დანარჩენი ევროპაც, მაგრამ არა იმდენად, რომ ნატოს მეხუთე მუხლია ამოქმედონ. გუშინ რუსეთმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დატესტა. პოლონეთში 19 კამიკაძე დრონი შეიჭრა, რის გამოც აერში იყო აწეული ალიანსის რამდენიმე ქვეყნის გამანადგურებლები. მთელი ღამის განმავლობაში დაკეტილი იყო რამდენიმე აეროპორტი, თუმცა ბრიუსელი მოსკოვთან ღია კონფრონტაციაში შესვლას მაინც ვერ ბედავს. რომელიც რეზერვისტების მობილიზაციას ახდენს, ნატოს მხოლოდ მეოთხე მუხლის ამოქმედება მოითხოვა, რაც კონსულტაციებს გულისხმობს. პოლონეთის საჰაერო სივრცე სავარაუდოდ გერანის ტიპის 20-მდე რუსულმა კამიკაძე დრონმა ღამის 11 საათზე დაარღვია. შეჭრა მოხდა არა მარტო უკრაინის, არამედ ბელარუსის მხრიდანაც. სხვადასხვა წყაროების თანახმად დრონებს სამიზნეში ამოღებული ჰქონდათ ქალაქი ჟეშუვი, რომლის აეროდრომი უკრაინის არმიის შეერაღებისთვის მთავარი ლოგისტიკური ცენტრია. პოლონეთის, ნიდერლანდების, იტალიის თვითმფრინავებმა მხოლოდ 3 ობიექტის ჩამოგდება შეძლეს. მოსკოვის საკუთარ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არანაირი მტკიცებულება, რომ დრონები რუსული იყო, ვარშავას არ წარმოუდგენია. არადა ბელარუსმა კი გააფრთხილა პოლონეთი, რომ მის ტერიტორიაზე რუსული საფრენი აპარატები შეიჭრნენ. ოფიციალური ვარშავას პოზიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ გაახმოვანა. პოლონეთი დრონების შეჭრაზე საპასუხოდ ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან მეოთხე მუხლის ამოქმედებას ითხოვს. ალიანსის წესდების ეს მექანიზმი წევრი სახელმწიფოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ან უშიშროების საფრთხის გაჩენის შემთხვევაში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მოწევას გულისხმობს. ვითხოვთ ნატოს ხელშეკრულების მეოთხე მუხლის ამოქმედებას. ამ სიტუაციას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ღია კონფლიქტთან ყველაზე ახლოს მივყავართ. ჩვენს ცაში ვხედავთ რაღაცას, რაც პროვოკაციის ფარგლებს ცილდება. პოლონეთს დღეს ჰყავს პოლიტიკური მტერი, რომელიც არ მალავს თავის მტრულ განზრახვებს. ვარშავას ბრიუსელიდან გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი. მარკ რუტემ ალიანსის წევრ სახელმწიფოს მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა როიტერი წერს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ალიანსზე თავდასხმად არ განიხილავს. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა და წარმატებით უზრუნველყო ნატოს ტერიტორიის დაცვა. მოკავშირეებმა გამოხატეს სოლიდარობა პოლონეთის მიმართ და დაგმეს რუსეთის უგუნური ქცევა. პუტინისადმი ჩემი გზავნილი ნათელია. შეაჩერე ეს ომი, შეაჩერე ესკალაციის ომი, შეაჩერე მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დარღვევა და იცოდე, რომ ჩვენ მზად ვართ, ფხიზლად ვართ და დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ესკალაციის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა კრემლში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი თქვეს, რომ პოლონეთში ობიექტებზე თავდასხმა დაგეგმილი არ ყოფილა. უწყებაში აღნიშნეს, რომ რუსული დრონების მოქმედების მაქსიმალური არეალი 700 კილომეტრს არ აღემატება. ჩვენ არ გვსურს ამაზე კომენტარის გაკეთება. ეს ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროს მიღმაა. საკითხი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობა რუსეთს ყოველდღიურად ადანაშაულებს პროვოკაციებში. უმეტეს შემთხვევაში ისინი არც კი ცდილობენ წარმოადგინონ რაიმე სახის არგუმენტი. პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადეს ევროპის ქვეყნების ლიდერებმა. ერთ-ერთი პირველი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შეფასებები გაკეთდა ევროკავშირის სტრუქტურებშიც. 10-ზე მეტი რუსული შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით პოლონეთის და ევროპის საჰაერო სივრცის წინ დაუხედავი უპრეცედენტო დარღვევა ვნახეთ. ევროპა სრული სოლიდარობით დგას პოლონეთის გვერდით. ჩვენი გზავნილი ნათელია და ევროპის პასუხიც ნათელი უნდა იყოს. რუსეთზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ. მეტი სანქციებია საჭირო. პარტნიორებთან კოორდინაციით ახლა სანქციების მე-19 პაკეტზე ვმუშაობთ. პოლონეთში ახლა მომხდარი შესწავლა მიმდინარეობს. ვარშავამ საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევას უკვე უწოდა აგრესიის აქტი. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 19 რუსული დრონი ქვეყნის ტერიტორიაზე გამთენიისას შეიჭრა. საფრთხეზე საპასუხოდ ქვეყნის ოპერატიულმა სარდლობამ საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურა. გამოცხადდა საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი. რიგ რეგიონებში რეზერვისტებს კომისარიატებში გამოცხადებისთვის 6 საათი მისცეს.
საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარე 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია, ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, სუსში აცხადებენ, რომ გრძელდება აქტიური მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კი დღეს სახალხო დამცველს შეხვდა. მამუკა მდინარაძემ ლევან იოსელიანს უსის პრიორიტეტები გააცნო. სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება. მამუკა მდინარაძემ და ლევან იოსელიანმა ურთიერთ თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. სპეცოპერაცია საგურამოს ტყეში აყვანილია უკრაინის მოქალაქე დედაშვილი, რომლებიც წინასწარ შერჩეულ სამალავებში ნარკოტიკებს მალავდნენ, ფოტოს უღებდნენ, შემდეგ კი მომხმარებლებს უგზავნიდნენ. ირინა პლიასი და ბორის ვიდრაშკოს პირადი ჩხრეკისას ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ უკრაინის მოქალაქე დედაშვილი ნარკოტიკულ საშუალებებს ასევე ათავსებდა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მეთადონს გზის პირას წინასწარ შერჩეულ ხის ძირებში მალავდა. 61 წლის ქალს და 31 წლის მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკების გარდა სახლში მეთადონის დასაფასოებლად საჭირო მასალები და ელექტროსასწორიც აღმოაჩინდათ. 61 წლის ქალმა სამართალდამცველები ნარკოტიკების სამალავთან თავად მიიყვანა. ადგილზე პოლიციას გასაყიდად გამზადებული დიდი რაოდენობით ეგრეთ წოდებული ფაქტი დახვდათ. 61 წლის ქალი დაკავებულია. მასთან ერთად პოლიციამ ხელბორკილები 31 წლის მამაკაცსაც დაადო. კურიერის ინფორმაციით ისინი დედაშვილი არიან, ირინა პლიასი და ბორის ვიდრაშკო. უკრაინის მოქალაქეები საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ და ქირით ცხოვრობდნენ. კურიერის ინფორმაციით პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტი იმ დროს აღკვეთა, როდესაც ირინა პლიასი და ბორის ვიდრაშკო ნარკოტიკს სამალავებში ტოვებდნენ. სამალავებიდან და დედაშვილის პირადი ჩხრეკისას 1 კილოგრამამდე მეთადონია ამოღებული. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულებს ჰქონდათ ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი. კურიერისთვის ცნობილი გახდა სქემა, რომლითაც უკრაინის მოქალაქეები მოქმედებდნენ. ნარკოტიკების გასაყიდად ძირითადად დადების მეთოდს იყენებდნენ. ეგრეთ წოდებულ ფაქტს კი მცხეთის ტერიტორიაზე ტოვებდნენ, უღებდნენ ფოტოს და კლიენტს უგზავნიდნენ. სამალავების ერთ-ერთი ლოკაცია ჯვრის მონასტრის ტერიტორია იყო. დედაშვილის სხვადასხვა რაოდენობით დაფასოებულ ნარკოტიკს ძირითადად სავალ გზასთან ახლოს ქვის ქვეშ ტოვებდნენ. სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი ამოიღეს სამართალდამცველებმა საგურამოს ტყეში 10-მდე სამალავიდან. ირინა პლიასი და ბორის ვიდრაშკო კურიერის ინფორმაციით დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატის საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია. საქმეში არ ვარ გარკვეული, ცნობილო რომ გადმომცენ მასალები. დედაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. მათ გამოძიება წინასწარის შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ირინა პლიას და ბორის ვიდრაშკოს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. აღნიშნული პირები 2025 წლის 8 და 9 სექტემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე სპეციალურად დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ. კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე განათავსეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 606 გრამი მეთადონი და ასევე აპირებდნენ დარჩენილი 25.7 გრამი ნარკოტიკული საშუალების მეთადონის რეალიზაციის მიზნით განთავსებას შესაბამის ლოკაციებზე, რაც სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან მათი ქმედება აკვეთილი იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. საქართველოს პროკურატურამ დაკავებული უცხოეთის მოქალაქეების მიმართ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით უკვე მიმართა. ნარკოდანაშაულის ფაქტზე საპოლიციო ღონისძიებები გუშინ გვიან ღამით მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. ევროკომისია, რომელიც ბოლო წლებია საქართველოს განსაკუთრებით აკრიტიკებს და კანდიდატ ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით დაბალ შეფასებებს აძლევს, კვლავ ფაქტის წინაშე დადგა. მისივე დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში საქართველოს კორუფციის არარსეობის ინდექსით ევროპის საუკეთესო და 20-ულშია. კორუფციის არარსეობით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს. კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა, სადაც პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მესამეზე კი
კი მოლდოვა. საქართველოსგან განსხვავებით ორივეს ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება გაუხსნა. ევროპის საუკეთესო 20 და მსოფლიოში 35 ადგილი. კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 67% მიიღო და ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს მთლიან პროცესში შესწავლილი იქნა როგორც სამ ფაქტორზე დაყრდნობით, ეს არის მეკრთამეობა, ეს არის საჯარო რესურსების მითვისება და საჯარო და კერძო ინტერესის არასადენოდო გავლენა. ამ სამ ფაქტორის გაანალიზებით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად არაკორუმპირებული ქვეყანა. ევროკომისიის მიერ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული ინდიკატორი მთავრობაში კორუფციის არარსებობას იკვლევს. განიხილავს კორუფციის სამ ფორმას: მეკრთამეობას, საჯარო და კერძო ინტერესების არასათანადო გავლენას და რესურსების მითვისებას. დოკუმენტში საქართველოს მიერ ნაჩვენები დადებითი შედეგის მიუხედავად მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი ინდექსები ქვეყანაში არსებულ რეალობას არ შეესაბამება. ესე კონტექსტიდან ამოგლებდი რაღაც სტატისტიკას, რომელიც ემსახურება ერთადერთ იმას, რომ ოცნებამ რაღაც თითქოს რაღაცაში პროგრესი მიაღწია. რა პროგრესია ლაპარაკობთ ხო? გარკვეულ ინდექსებში როგორც ვარ ძალიან უკან, შეიძლება რაღაც ინდექსებში ვიყოთ ცოტათი წინ, მაგრამ ახლა ამ ინდექსებით ხო არ ხდება ქვეყნის ბედის გადაწყვეტა, ჩანს ხო რა სიტუაცია ქვეყანაში? კვლევა მის ქვეყნების გამოავლინა, სადაც კორუფციის დონე მაღალია. ინდექსის მიხედვით ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა, მეორეზე ალბანეთი. მესამე პოზიციაზე კი მოლდოვა. ამ მონაცემების ფონზე მმართველი გუნდისთვის უფრო გაუგებარია ევროკომისიის მხრიდან არასამართლიანი მიდგომები. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ ობიექტური შეფასების პირობებში სხვადასხვა სფეროში საქართველოს პროგრესი თვალსაჩინოა. რაც მეტი პოზიტივია, ის უფრო აქტიური ხდება და უფრო ბრუტალური ხდება ეს დაპირისპირების მცდელობა. და ამ ბოლო პერიოდში იმდენი დადებითი შეფასება გამოქვეყნდა, მათ შორის კორუფციის ბრძოლასთან დაკავშირებით, რომ ეს აუცილებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია იმისა, რომ როგორმე ეს თემები გადაიფაროს. ჩვენ გაცხადებული გვაქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ის უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. გვიხარია, რომ ამის აღიარებას ევროანგარიშები ახდენენ, არა მხოლოდ ამ ინდექსის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, მათ შორის ძლიერი ინსტიტუციები, გამჭვირვალობა, ძლიერი ეკონომიკა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, კორუფციის არარსებობა და სხვა ინდექსები, რომელსაც ევროკომისიის ფარგლებში თავადვე აქვეყნებენ, სწორედ ეს ანგარიშები აუფასურებს იმ ტყუილ განცხადებებს, რომელსაც სამწუხაროდ რიგი ევროკომისიის და ევროინსტიტუციების წარმომადგენლების განხვდებით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს. რეაბილიტაციის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში ამჯერად სამგორის რაიონის 3 კილომეტრის სიგრძის მიხეილ გაჰოგიძის ქუჩას ავტომობილო მოძრაობისთვის გახსნილია. რეაბილიტაციის პროცესში გზის საფარის გარდასვლად განახლდა წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელები. მოსახლეობასთან შეთანხმებით მოხდა ავტოფარეხების დემონტაჟი, მათ ნაცვლად კი მწვანე სივრცეები გაკეთდა. ისევე როგორც თბილისის ბევრ საგზაო მონაკვეთზე გაჰოგიძის ქუჩაზეც ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდა, ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა კი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირდა. სამგორის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტს 24 მილიონი ლარი დაუჭდა. ძალიან რთული მდგომარეობა იყო, ეხლა გალამაზდა ძალიან. სამგორის რაიონის მცხოვრებლები უკვე დასრულებულ პროექტზე საუბრობენ. იხსენებენ იმ პრობლემებსაც, რასაც წლების განმავლობაში ამორტიზებული გზა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა ქმნიდა. განახლებულ გაჰოგიძის ქუჩაზე ადგილობრივებისთვის გადაადგილება დღეიდან უფრო უსაფრთხო და კომფორტულია. ამდენი ხნის მაცხოვრებლები ვართ, აქ ვერ გამოხვიდოდ ისეთი ამბავი იყო აქ. ამოთხრილი იყო ორმოებში მანქანები ვარდებოდა, ხალხი ვარდებოდა. სულ გამოცვლილია, აი რასაც ხედავ შვილი, ყველაფერი გამოცვლილია. მარტო ეს კი არა, ძალიან ბევრი ადგილი. ამ ტერიტორიაზე სამგორის რაიონში გაკეთდა ბევრგან სკვერები, გალამაზდა ყველაფერი, ხეთ, ნარგავებით გაავსეს ყველაფერი, ანუ რაც შეიძლება ხალხისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაც არის, კეთდება. სამგორის რაიონში სამუშაოები თითქმის 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სრულად მოწესრიგდა 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზა. დაიხაზა ზებრა გადასასვლელები და ქვეითებისთვის მოეწყო ტროტუარები. მოძველებული საკომუნიკაციო სისტემები კი ახალმა ჩაანაცვლა. შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა დღეს დედაქალაქის მერმა. ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში ქუჩების მოწესრიგება. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ვინც ამ გზას
იყენებდა და იყენებს დამეთანხმება, რომ უბრალოდ ავტომობილით გადაადგილება რამხელა დისკომფორტს წარმოადგენდა. დღეს მთლიანად განახლებული, მოწესრიგებული თავისი ახალი განათების ბოძებით, გამწვანების სამუშაოები, 100-მდე უკანონო ფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. აი წარმოუდგენელია, ყველაზე მსხვილი პროექტი ფარეხების დემონტაჟის თვალსაზრისით მოხდა ამ არეალში. დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების შექმნა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პროექტის ფარგლებში სამგორის რაიონის მცხოვრებლებისთვის 3 ჰექტარზე გაშენებული პარკი მოეწყობა. გამწვანებითი სამუშაოები სრულად რამდენიმე თვეში დასრულდება. უმძიმეს მდგომარეობაში იყო ეს ქუჩა ყველას ახსოვს, მით უმეტეს აქ მაცხოვრებლებს. ამ ქუჩაზე გადის 4 მაღალი დიამეტრის მილები, ჯივიპის კუთვნილი მაგისტრალები, რომელიც დაზიანებული იყო. ასევე გამოიცვალა და განახლდა წყალარინების ქსელი, მოვაწყდა ჩვენ სანიაღვრე სისტემა, ყველანაირი კომუნიკაცია, გაზის გაყვანილობის მილებიც რა თქმა უნდა ახალია. პირველი ეტაპი დასრულებულია, გამწვანებულია გზის პირა თარგები და შუა გამყოფი ზოლი. დაახლოებით 13,000 კვადრატულ მეტრზე დაიგო და დაითესა ბალახის საფარი. რაც შეეხება სკვერის ტერიტორიას, დაახლოებით 100-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ამ ეტაპისთვის ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკვერში დასრულებულია, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები. მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 24 მილიონი ლარი შეადგინა. ქართული ოცნების მერობის კანდიდატები რაჭაში, ამბროლაური და ონი, 2 მუნიციპალიტეტი, რომელშიც უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარდა, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე რეგიონს სხვა გამოწვევებიც აქვს. დავით ლობჟანიძე ონის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ყველა სოფლის გაზიფიცირება სპირდება. ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზაზა ქევანიშვილი კი ძირითად აქცენტს ახალგაზრდების დასაქმებაზე აკეთებს. არის დიდი პასუხისმგებლობა ემსახურო საკუთარ რაიონს. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი დავით ლობჟანიძე ონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს. აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს მუნიციპალიტეტი. მთავარი მიზნად კი გაზიფიცირებას ასახელებს. მიზნები და გეგმები გვაქვს ჩვენ უფრო ამბიციური, უფრო მეტი პროექტების განხორციელებისთვის. მომდევნო 4 წლის ციკლში სრულად დავფაროთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლები გაზმომარაგებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავაკეთოთ დიდი აქცენტი ტურიზმის განვითარებაზე. დავით ლობჟანიძე აქტიურად ეცნობა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთი პრობლემა გადაჭრა. დააგო გზები, განხორციელდა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალური პროექტები. ამ ეტაპზე ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტში და თვითონ ქალაქ ონში 24 საათიანი წყლის მომარაგებას. მოსახლეობის ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, განხორციელებულიყო თანამედროვე აგრარული ბაზარი და ეს პროექტი გაკეთდა. მოეწყო სტადიონები, მოეწყო წყალდიდრების სისტემები მუნიციპალიტეტებში, განხორციელდა ნაპირსამაგრის სამუშაოები. ამბროლაურის მერობის კანდიდატმა ზაზა ქევანიშვილმა კი ახლად აშენებული საბავშვო ბაღი მოინახულა, რომელიც აღსაზრდელებს რამდენიმე დღეში მიიღებს. პარალელურად დაათვალიერა მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროცესი და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს. ეხლა ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც არის დასრულების ფაზაში. რომელსაც აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და დარწმუნებული ვარ, იქცევა ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ზოგად საგანმანათლებლო კულტურული ღონისძიებისთვის, ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებას. გურგენის ქუჩაზე მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასევე დასრულების ფაზაშია. საქმე ეხება 200 ბავშვზე გათვლილ საერთაშორისო სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღს. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ეცნობა, ასევე შეხვედრებს მართავს ადგილობრივებთან. ზაზა ქევანიშვილი ამბობს, რომ ამბროლაურის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს. არის ზაგეგმილი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომხიბვლელი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ასევე ახალგაზრდების დასაქმებას, მათ კეთილდღეობას და საბოლოო ჯამში გვინდა რაჭა ვაქციოთ და ჩვენი მუნიციპალიტეტი ვაქციოთ ერთ-ერთ ძალიან მიმზიდველ მუნიციპალიტეტად ჩვენ საქართველოში. ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ქართული ოცნების მერობის კანდიდატები არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან.
გორის ქალთა კამერული გუნდი, გია ყანჩელის ახალგაზრდული ორკესტრი, დავით იოსტრახის კვარტეტი და სხვა არაერთი ცნობილი შემსრულებელი 5 დღის განმავლობაში თელავში მოიღრის თავს. კახეთი ელისო ვირსელაძის 80-იან წლებში დაარსებულ მუსიკალურ ფესტივალს ქება ვაზისა. მას ფისობს კლასიკური მუსიკის გარდა თელავის ფესტივალის სტუმრებს და ახალგაზრდა მუსიკოსებს საშუალება ექნება ცნობილი უცხოელი შემსრულებლების მასტერ-კლასებსაც დაესწრონ. ქართველი და უცხოელი არტისტები ერთ სცენაზე და მუსიკა როგორც კულტურათა დიალოგი, მრავალფეროვანი პროგრამა და დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც უკვე ათეულობით წელს ითვლის. თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალისთვის ემზადება 2025 წლის სეზონს გორის ქალთა კამერული გუნდი გახსნის. ძალიან დიდი პატივი არის ამ ფესტივალის გახსნა. რეპერტუარი იყო მოთხოვნა, რომ უფრო მეტად დატვირთული ყოფილიყო იოსებ კეჭაღმეძის ნაწარმოებებით. გარდა ამისა, იქნება ბატონი ჯემალ ბეგლარიშვილის ნაწარმოებები, ბატონი გოგი ჩლაიძის, ასევე იქნება იშხნელების რეპერტუარი, იქნება ქართული ხალხური მუსიკა და მე მგონი რომ ძალიან მრავალფეროვანი და ისეთი კარგი კონცერტი უნდა გამოვიდეს. 80-იან წლებში ფესტივალი ელისო ვირსელაძემ დააარსა და მას ქება ვაზისა უწოდა. თითქმის 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2010 წელს ფესტივალი ახალი სახელწოდებით აღდგა და ის ყოველწლიურად იმართება. 5 დღის განმავლობაში მსმენელის წინაშე ელისო ვირსელაძე, დავით ოისტრახის კვარტეტი, პიანისტი ფილიპ ლინოვი, ვიოლონჩელისტი იბაი ჩენი და ასევე საერთაშორისო და აღიარებული არაერთი ქართველი მუსიკოსი წარდგება. ფესტივალი ყოველწლიურად არის ძალიან საინტერესო. პირველ რიგში გასაკვირია ქალბატონი ელისოს მონაწილეობით, მერე ის იწვევს ისეთ მუსიკოსებს, ისეთ ახალგაზრდებს, თავისი თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან ღირსეული და ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკოსები გახლავან. ძალიან გვიხარია, რომ ბევრი ქართველი მონაწილეობს წელს ჩვენს ფესტივალში. დავასახელებდი აუცილებლად დირიჟორებს, კახი სოლომნიშვილს და მირიან ხუხუნაიშვილს. ფესტივალის ფორმატი გარდა საკონცერტო პროგრამისა, სხვადასხვა მუსიკალური დარგის სპეციალისტების სემინარებსა და მასტერკლასებსაც მოიცავს. კონცერტების მიღმა ასევე გაიმართება მსმენელთან შეხვედრების სახელწოდებით საუბრები მუსიკაზე. მასტერკლასებში მონაწილეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა მიიღებს. ნიჭიერთა 10 წლედის მოსწავლეები 21 სექტემბერს კონცერტს გამართავენ. ნიჭიერთა 10 წლედის მოსწავლეები წარდგებიან თავიანთი შემოქმედებით. კონცერტში მონაწილეობას იღებენ ყველა განყოფილების მოსწავლეები თითქმის და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, არც მოსწავლეები, არც პედაგოგები თავს არ ზოგავენ, ძალიან ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ ეს კონცერტი გამოგვივიდეს. ფესტივალი თავიდანვე განსხვავდებოდა იმითი, რომ საკონცერტო პროგრამის, ანუ კონცერტების სერიის გარდა პირველივე წელს დაარსდა, ესე ვთქვათ, მასტერკლასების ციკლი. წელსაც გვაქვს ქალბატონი ელისოს მასტერკლასები, რომელიც ჩატარდება 21 და 22 სექტემბერს. 15-დან 25 სექტემბრამდე ღონისძიებები თელავის ვაჟებ-შაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.